ნიკეკოა შემოგვერთდა თავისი საავტორო რუბრიკით მუსიკის დრო ძალიან საინტერესო სტუმრით და ტრადიციულად მადლობა ასეთი შეკებისთვის თავად მოგვიყვება გამარჯობა დილო მშვიდობის გიორგი ზუზუ მოგესალმებით ტელემაყურებლებო მე როგორც რუბრიკის საწყისში დაგპირდით ხშირად გაგაცნობთ ხოლმე ადამიანებს მუსიკოსებს რომლებიც მოგვიყვებიან ხოლმე თავიანთი კარიერული ისტორიის შესახებ და მოგცემენ რჩევებს ამ სფეროში წარმატების მისაღწევად დღეს ვისაუბრებთ საოპერო სიმღერაზე და შემდეგ გადავალთ უკვე რჩევებზე თუ როგორ უნდა მივახციოთ წარმატებას ამ მუსიკალურ ჟანრში კონკრეტულად მინდა წარმოგიდგინოთ ყველასათვის ცნობილი და უკვე საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი და სახელგანთქმული ბარიტონი გიორგი ლომისელი, რომელმაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ირლანდიაში ვექსფორდის ფესტივალზე კომტე დე ლუნას როლის შესრულებისთვის, რომლის შესრულებაც არის ყველაზე რთული, როგორც ვიცით, ბარიტონისთვის და მან უკვე შეძლო, რომ 5 სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. შემდგომ ამ ყველაფერს მოჰყვა საერთაშორისო პრესის შეფასებები, კომენტარები იყო ასეთი, რომ იგი არის განსაკუთრებული ტემბრის პატრონი, რა თქმა უნდა, ემოციური, სიღრმისეული, ექსპრესიული და მან შეძლო, რომ თავისი პერსონაჟი წარმოიჩინა როგორც ნაკლებად ბოროტი და მეტად ღირსეული პერსონაჟი და მე მგონი ეს მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ ასე ამ ყველაფრის გაკეთება და მან ასევე შეძლო, რომ მისი არისტოკრატიული შეცვალა როლი და არისტოკრატიული წარმომავლობის შესახებაც ამ ყველაფერსაც ხაზი გაუსვა და მან ლასკალას აკადემია დაამთავრა 40 სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, ასევე გერმანიაში რომეო და ჯულიეტა, იტალიაში მასიმო ბელინის სახელობის თეატრში პირველად იტალიურად დადგმული აბესალომ და ეთერში მურმანის როლის შეასრულა. თუ როგორ დაიწყო მისი ისტორია, ამას თავად გვეტყვის ლოკალურად საქართველოში რითი დაიწყო შენი ისტორია, გიორგი, მოგესალმებით პირდაპირ ამ კითხვით გადმოდივარ შენთან. მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და დაინტერესებისთვის აი ამ ჩემი სიახლეების შესახებ. ჩემი ისტორია იწყება საოპერო ხელოვნების ძალიან დიდი სიყვარულით და ასევე ოცნებით, რომ შემესრულებინა კიაზოს პარტია ოპერა ფალიაშვილის ოპერა დაისიდან და ვფიქრობ, მაინც გადამწყვეტი იყო ლასკალას აკადემია. ძალიან საინტერესო. აი შენზე ყველაზე მეტად რა მიმოქმედა, ესე ვთქვათ, საქართველოს ფარგლებში ვინმე მიიღო განსაკუთრებული წვლილი შენს კარიერაში? დასაწყისში არის საინტერესო. დასაწყისში ვიტყოდი, რომ მე ვგალობდი ეკლესიაში, სადაც მოღვაწეობდა ჩემი მოძღვარი მამა თადეოს გაბუნია, რომელსაც დამთავრებული აქვს კონსერვატორია და სწორედ მისი მოსმენის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ ეს ინსპირაცია ერთგვარი შეიძლება იყოს. აი ვიტყოდი, რომ ეს პირველი ნაბიჯები მაინც მისგან წამოვიდა. ძალიან საინტერესოა. ჩვენ წინა გადაცემებში სხვათა შორის ვახსენეთ, რომ კონსერვატორიასთან, ყველა კონსერვატორიას არ აქვს იმის საშუალება, რომ საოპერო სტუდია ჰქონდეს, ხო? საქართველოში ვიცით, რომ არის ამის საშუალება და საინტერესო გვაქვს საქართველოში ყველაფერი იმისათვის, რომ განვითარდეს ეს სფერო, საინტერესო შენი მხრიდან. რა დგას რეალურად დღეს? სხვათა შორის ჩემს შემთხვევაში მე პირველად სცენაზე დავდექი ჩვენ საოპერო სტუდიაში, რაშიც ძალიან ხელი შემიწყო ბატონმა გოგი ჭიჭინაძემ. ჩემი პირველი სპექტაკლი იყო ოპერა ფიგაროს ქორწინებაში გრაფის პარტია და ძალიან დიდი გამოწვევა იყო პირველად ასეთი რთული როლის სიმღერა და სწორედ აი კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში და შემდგომ აი ეს გახდა ძალიან დიდი საფუძველი იმისა, რომ შემდეგ უკვე ჩვენი ოპერის თეატრის სცენაზე დავდგარიყავი და მემღერა, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული გამოცდილება უნდა გქონდეს, რომ ასე დიდ სცენაზე შეაბიჭო და დადგე და იმღერო, რა თქმა უნდა. და ვიტყოდ დავამატებდი იმას, რომ ჩვენი საოპერო სტუდია ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ეს პირველი ნაბიჯებისთვის, რაზეც მეტყველებს არაერთი ძალიან დიდი ცნობილი მომღერალი არის ჩვენი ქართველი, რომელიც არის ძალიან წარმატებული და ის სწორედ ვფიქრობ პირველი ნაბიჯები ყველამ სწორედ აქედან
აქედან დაიწყო ჩვენი საოპერო სტუდიიდან. ამის აღნიშვნა მინდოდა ზუსტად და ძალიან დიდი ბედნიერება არის, რომ შემდგომ უკვე ასე წარმატებას აღწევთ ხოლმე, რა თქმა უნდა. მე გამომრჩა მე თქვა, რომ ვუდი ალენის დადგმაშიც გაქვს სპექტაკლში მონაწილეობა მიღებული, ნამდვილად ბედნიერება არის და მოდი გითხარი, აი რა არის განსხვავება, ესე ვთქვათ, ლასკალაში ამხელა გამოცდილება გაქვს და გაგვიზიარე თუ შეძლებ რამენაირად, ესე ვთქვათ, რა სირთულეებს აწყდები, როდესაც მიდიხარ საზღვრებს გარეთ და აგრძელებ შენს კარიერას საზღვარგარეთ, კერძოდ კი ლასკალაში და სხვაობების შესახებაც რომ გითხრა. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ყველა საოპერო მომღერალმა რაღაცა ეტაპი, რაღაც ცხოვრების პერიოდი უნდა იცხოვროს იტალიაში და აითვისოს იქაური სიმღერის სტილი, რადგან ძალიან განსხვავდება. იტალია არის მოიხსენიება როგორც საოპერო ოპერის სამშობლო. დიახ, და უნდა შეეხო ამ ყველაფერს და მე ვფიქრობ, აი სწორედ ლასკალაში აი ამ გამოცდილებამ მომიტანა ის, რომ ნამდვილად ავითვისე ის სტილი, რაც უკავშირდება იტალიურ სიმღერასთან. ასევე მქონდა ბედნიერება პარალელურად სწავლისა მემღერა ლასკალას სცენაზე დიდ მომღერლებთან ერთად, როგორებიც არიან ლეონუჩი, ამბროჯიო მაესტრი, შენახსენე ანი ვუდი ალენი. ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა, რადგან ყველა ჯერზე მქონდა იმის ფუფუნება, რომ მათთვის რჩევები მეკითხა და უფრო დამეხვეწა ეს ჩემი თქვათ სხვადასხვა მხრივ ჩემი თავი და ასევე ვიტყოდი, რომ სირთულეები იყო, რადგან პირველივე წელს ლასკალაში სწავლის დროს რამოდენიმე სტუდენტმა დატოვა ლასკალას აკადემია, რადგან გარკვეული მიზეზების გამო არ გააგრძელებინეს, ასე ვთქვათ, სწავლა და ყველა ჯერზე უნდა დამემტკიცებინა, რომ ღირსი ვიყავი იყოფნის და ეს ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ სიძლიერესთან იყო, ასე ვთქვათ, დაკავშირებული, რომ უნდა ყოფილიყავი ყოველთვის ფორმაში და სტაბილურად და განვითარებაც უნდა ყოფილიყო. აუდიტორიის შესახებ რას გვეტყვი, იმიტომ რომ ხშირად საქართველოში საკმაოდ ისეთი კრიტიკული აუდიტორია არის ხოლმე, მინდა ვთქვა, რომ არ ვიცი, იტალიაში როგორ არის? დიახ, იტალიაში ძალიან რთულია სიმღერა, იმიტომ რომ თითოეულ სიტყვას, თითოეულ მარცვალს მნიშვნელობა აქვს მათთვის და თუ რაღაცა ისე ვერ გამოთქვი, მაგალითად ერთი სიტყვაც რომ შეგეშალოს, უკვე მათთვის ეს დიდი ტრაგედია. რომ შეურაცხყოფაც არის, რომ იტალიაში აუდიტორიაც არ გინდობს, როგორც აღმოჩნდა. ბევრად უფრო დაუნდობელია, მე ვიტყოდი, ვიდრე იტალიური პუბლიკის შემდეგ ძალიან გამიადვილდა სხვადასხვა ქვეყნებში სიმღერა, რადგან უკვე იქ ჩავაბარე ერთგვარი გამოცდა, ასე ვთქვათ. კი ბატონო. გიორგი, შენ ახსენებ ფსიქოლოგიური მზაობა, ხო? მომღერლისთვის აუცილებელი არის, როდესაც, განსაკუთრებით, როდესაც თავი უნდა დაიმკვიდროს სხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა და კიდევ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ოპერის მომღერალი იყო, ესე ვთქვათ, სრულფასოვანი გარდა ვოკალური მონაცემისა? მე მგონი გარკვეულწილად სამსახიობო ოსტატობასაც უნდა გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ ჯერ პირველ რიგში უნდა ძალიან გიყვარდეს ის შენი საქმე, რასაც ემსახურები. აი დიდი მომღერლებისგან ბევრჯერ გამიგია, რომ რეჟიმი და სანამ არ წავაწყდი პირადად მე რასთან იყო ეს დაკავშირებული, მანამდე ვერ ხვდებოდი, რომ სიტყვები იყო უბრალოდ. რამდენ ხანს მეცადინეობთ ხოლმე? მაგას გეტყვი, მაგრამ ჩემი შეფასებით, მაგალითად, როგორც სპორტსმენი არის, რომ აი კვება ძილი, აი აბსოლუტურად ძალიან გავართ ერთმანეთს ამ მხრივ და ეს დასაცავია. მეცადინეობას რაც შეეხება, გააჩნია მაგალითად უკვე როდესაც შემდგარი მომღერალი ხარ, ძირითადად გიწევს მუშაობა ტექსტზე, შინაარსზე, მელოდიაზე, მუსიკალურად რომ იყოს გამართული. აბა ხმა რომ იყოს ფორმაში, მაგისთვის ალბათ ყოველდღიური გამღერებები, ასე ვთქვათ, ყოველ ვარჯიში რომ ყოველთვის ფორმაში იყავ, აუცილებელია. შეიძლება ერთი კითხვით, რა თქმა უნდა. პირველი როლი თბილისის საოპერო სცენაზე რა იყო თქვენი? ეს იყო სილვიოს პარტია, თუ სწორად მახსოვს, ქალბატონ თამარივერთან ერთად შევასრულე.
ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ჯერ იმიტომ რომ ოპერის სცენაზე დგები ისეთ ადგილას სადაც ძალიან დიდ კორიფეებს უმღერია და უკვე შენთვის ეს პასუხისმგებლობაა რომ ის გზა რაც მათ გამლეს არ უნდა შეარწყვინო შენ და ღირსეულად უნდა წარმოაჩინო ასე ვთქვათ და მეორე მხრივ კიდევ ის რომ ასეთ ცნობილ მომღერალთან ერთად მიწევდა სცენაზე და საერთოდ თქვენ არ ახართ გამონაკლისი ძალიან დიდი ესე ვთქვათ სახელები საოპერო სცენაზე მდგომი ყოველთვის ამბობენ და ამას ხაზს უსვამენ რომ მთელ მსოფლიოში სადაც უმღერიათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მათთვის ყველაზე საპასუხისმგებლო ყოველთვის არის საკუთარ ქვეყანაში საკუთარ ქალაქში დგომა საოპერო სცენა. ერთგვარი ანგარიშის ჩაბარება ჩვენ მივდივართ ევროპაში ვითარდებით და შემდეგ ბრუნდებით და რაღაცა მხრივ ჩვენ ანგარიშს ვაბარებთ ჩვენს სვენელს რომ როგორ განვითარდით რა გზა გავიარეთ აი რა კარგი ბიჭი ვარ რომ და ხო ნუ რაღაცა ემოციური არის უკან დაბრუნება და შეხვედრა რამე ესეთი საოცნებო როლი რომელიც გინდათ რომ აუცილებლად თქვენს რომელიმე სცენაზე რეპერტუარში და კარიერაში აისახოს ესე რომ რა ვიცი ესე ვერ გამოყოფ იმიტომ რომ უკვე შევასრულე არაერთი როლი რომელიც ჩემთვის საოცნებო იგივე კიაზოს პარტია მურმანის პარტია თუნდაც ეხლა ექსპორტის ფესტივალზე გრაფი დილუნას არის რომელიც არის ურთულესი ბარიტონის როლისთვის და ალბათ რაღაცა სულ ფიქრობდი ხომ აი როდის ვიმღერებ ამ როლს და აი დადგა ეს დროც და ცოტა ხნის წინ შევასრულე ესე თანამედროვე ოპერა თუ იდგმება აი უცხოეთში დაუშვათ კი უამრავი კი თუმცა მე ჯერჯერობით არ მემიღია ესე მონაწილეობა და საინტერესო გამოცდილება იქნება ალბათ მოდი მე მინდა რომ რჩევებზეც გადავიდეთ ახლა კონკრეტულად თუ შეგიძლია ჩამოაყალიბო რა რჩევებს მისცემდი ახალგაზრდა თაობას რომლებიც ახლა გეგმავენ თავიანთ კარიერას კი ბატონო ვფიქრობ რომ ყველაზე გადამწყვეტი მაინც არის პედაგოგის შერჩევა თავიდან დასაწყისში იმიტომ რომ ხმა თუ არასწორად წავიდა მე როგორ რთულია ამის უკან დაბრუნება და ძალიან მნიშვნელოვანია სწორად პედაგოგის შერჩევა შემდგომ ვიტყოდი რომ ეს რეჟიმი რაც ვახსენე ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ ჩემ მეგობრებს უთხოვიათ რა ჩვენთან ერთად იყავი რაღაც მაგრამ მე ამ დროს ვზივარ ნოტებით ესე და ვკითხულობ და მიფიქრია ბევრჯერ რომ აუ რა ცუდი ხა ეს დრო როგორ კარგავ ამდენ დროს რომ ხა ხო შევილია ვისი ამონო მეგობრებთან ერთად მაგრამ ისევე სიყვარული და ეს პროფესიონალიზმი მაძლევს იმის ასე ვთქვათ უნარს რომ ეს ყველაფერი შევძლო და გავაკეთო რომ მე იყოს წარმატება ასე რომ აი ამას ურჩევდი რეჟიმი და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია თვითკრიტიკა იმიტომ იმ გზაზე აი ეს განვითარების გზაზე შეიძლება მოგეჩვენოს რომ შენ უკვე რაღაცა ეტაპზე მიაღწიე რაღაცას და ის სწორედ იქ დამთავრდეს შენი კარიერული წინსვლა და ამიტომ κρიტიკა და შეფასება მე მგონი განვითარება სწორედ აი კრიტიკას მოყვება განვითარება და ძალიან მნიშვნელოვანია გეთახმები როდესაც საკუთარ თავს კრიტიკულად აფასებ უყურებ ყოველთვის განვითარებისთვის ხარ ორიენტირებული შემოქმედები ადამიანისთვის ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ნუ არ დაიჯერო რომ უკვე ხარ მწერვარი არ დაიჯერო კარგია ნამდვილად მოდი საომალო გეგმებსაც გითხარი რა არის შენი ასე ვთქვათ ახლო პერსპექტივაში რას უყურებს შენი კარიერა აი ექსპორტის ფესტივალის შემდეგ რაღაც შემოთავაზებები იყო კონკრეტული და ეხლა უკვე ოფიციალური მხარეებია რაღაც მოსაგვარებელი ასე ვთქვათ და ნუ არის რაღაცეები ისეთი მნიშვნელოვანი დაგეგმილი მაგრამ აღნიშნავ იმას რომ ყოველთვის მიხარია მე აი თქვენს აღნიშნეთ ქართული პუბლიკა და ეხლა 29 ნოემბერს წარუდგებით ჩვენი ქართველი საყვარელი მაყურებლის წინაშე და ვიმღერებ ჩვენი ოპერის თეატრის სცენაზე ოპერა ნავარელ ქალში გარიდოს როლს ძალიან სასიამოვნო წარმატებები არასოდეს არ არის მე მგონი ბევრი სოლისტისთვის და შემოქმედი ადამიანი გიორგის ნამდვილად წარმატება უნდა უსურვო როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ პირველ რიგში ჩემთვის ადამიანობას აქვს ხოლმე ყველაზე დიდი მნიშვნელობა და ეს ამ ადამიანს აქვს მე მგონი შეატყეთ კიდეც და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა პროფესიონალიზმი და ვოკალური მონაცემები რომელიც ასე უხვად აქვს და საერთაშორისო აღიარება
აღიარებაც თავისი ხმით აქვს აჯანყებს თავისთავად. მსოფლიო კი სცენებს. ბატონო. მადლობა. ისურვებ ძალიან დიდ წარმატებებს. უღრმესი გიორგი. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ კი ყოველთვის მზად ვართ, რომ გავაშუქოთ თქვენი წარმატება. მადლობა. და ახალ სტუდიაში აუცილებლად დაგპატიჟებთ სადაც სიმღერის საშუალებაც გვექნება. სიამოვნებით. არ ვიცი რამდენად მოგხიბლავთ ამ დილაუთენიის მაგრამ ჩვენ ეს დიდი გამოწვევა ხოლმე ჩვენთვის საოპერო მოღრლების. გამოწვევებს არ შეუშინდები, დარწმუნებული ვარ. აი ასეთი იყო დღევანდელი 28 ნოემბრის ახალი დღე. დილას მე მგონი მშვენიერი სიახლეებით დავიწყეთ. ჩვენს ანის დავემშვიდობათ აქვე. ესეთი ყოველთვის ძალიან საინტერესო და აქტუალური თემისთვის და შესანიშნავი სტუმრებისთვის.